სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა ამინ. დარწმუნებული ვარ დღევანდელი სახარება ყველას გეცნობათ. ერთ-ერთი ესე ვთქვათ ადვილად დამახსოვრებადი მონაკვეთია სახარების, ასევე მანუგეშებელი და დამაიმედებელი ყველა ქრისტიანისთვის, რომ მოციქული მაცხოვარი არცე ჩვენთაგანს არ მიატოვებს განსაცდელში, რაც ჩვენთვის საჭიროა, ის ყოველთვის მოგცემს ჩვენ. ეს შეკითხვა რომ დავუსვას ახლა ვინმე თითოეულ ჩვენთაგანს, რა თქმა უნდა, ყველა ამას ესე გავიმეორებთ, რომ ეს ესეა. რომ მერტი არ გაგვიჭირებს, ყოველთვის დაგვეხმარება, ყოველთვის ჩვენს გვერდზე იდია. მაგრამ საკუთარ თავს ყველამ ჩვენთაგანმა ალბათ კითხვა უნდა დაუსვათ, მართლა გვწამს ამის თუ არა გვწამს. მართლა გვჯერა რომ ჩვენი უფალი იესო ქრისტე შემოქმედი ღმერთია ყოველივეს ხილულისა და უხილავისა თუ არა. ეს არის უმნიშვნელოვანესი შეკითხვა, რომელზეც პასუხი ასევე მე ვფიქრობ, რომ არ უნდა გავცეთ უბრალოდ სიტყვებით, ესე რომ კი, რა თქმა უნდა. იმიტომ რომ თუ ასე გავცემთ, ამ პასუხსაც ესე გავცემთ, რომ კი, რა თქმა უნდა. იმიტომ რომ ახლა წამში ყოველდღე ვიმეორებთ ამას და თავიდან რა თქმა უნდა ვიტყვით, რომ კი, ყოველივე შემოქმედია. მაგრამ სინამდვილეში თუ გვაინტერესებს პასუხი აი ამ შეკითხვაზე, ჯერა თუ არა ამის, მაშინ თითოეულმა ჩვენთაგანმა ჩვენი ცხოვრება ძალიან გულდასმით უნდა გამოვიკვლიოთ. ყოველდღიური ცხოვრება, ყოველდღიური ჩვენი გადაწყვეტილებები, ყოველდღიური ჩვენი ფიქრები და საზრუნავები, რის გარშემო ტრიალებს და როგორ ტრიალებს, რა გვაშფოთებს, რა გვაშინებს და რა არა. აი, როდესაც ამ შეკითხვებზე გავცემთ პასუხს, მე ნამდვილად ვიხვდებით. ჯერა თუ არა იმ ყველაფრისა, ჯერა თუ არა იმისა, რომ თავარია ჩვენ უფალთან ერთად ვიყოთ და ის შეძლებს, რომ 5,000 ადამიანი, მხოლოდ მამაკაცები 5,000, თორე იმის გარდა კიდე ქალები და ბავშვები იყვნენ. სულ 5 პურითა და 2 თევზით დააპუროს. თუმცა რატო ვამბობთ ამას, უფალს შეუძლია გაცილებით მეტიც და ჩვენ ეს ვიცით წმინდა წერილიდან, ებრაელი ერი თუ არ მეშლება 600,000-მდე იყვნენ, რომ გამოვიდნენ ეგვიპტიდან და საერთოდ არაფერი იყო. აქ კემაინც შეიძლება ადამიანმა თქვას, რომ 5 პური და 2 თევზი იყო. იქ არაფერი არ იყო და ზეციდან უწვიმებდა ხოლმე ზეციურ პურს, მანანას და ასევე მწყერს ხორცს უწვიმებდა ხოლმე ზეციდან უფალი 40 წლის განმავლობაში. არა ის ერთჯერადად, როგორც აქ დღევანდელ მოსმენით სახარებაში, არამედ 40 წლის განმავლობაში. ზუსტად იმდენს, რამდენიც სჭირდებოდა. აქაც თუ დააკვირდებით, ზუსტად იმდენს აძლევს, რამდენიც სჭირდებოდა. მხოლოდ თევზი და პური. მარტივად მეტი არ არის. აი ჩვენ წეღან თქვი, თუ დავფიქრდებით, ხო, რაზე ვზრუნავთ, რისი გვეშინია? ისი გვეშინია? ძირითადად გაღარიბებისა გვეშინია. ერთად შემოსავლის დაკარგვისა გვეშინია. ფიქრობთ, რომ ვაიმე ხვალ რო რაღაცა იყოს, მე რა გვეშველება. ზოგიერთი საერთოდ უფრო სამწუხარო სავალალო მდგომარეობაშია და რომ ეტყვი ადამიანი, რომ იცი რა, მოდი ღმერთთან. ეს ცხოვრება მხოლოდ მიწისთვის არ არის. ზეცისთვის ხარ შენ დაბადებული, ფიქრობს და გეტყვის, რომ ახლა ეკლესიაში რომ მოვიდე, მე ღმერთი მაჭმევს. ამ შეკითხვასაც ზოგიერთი იმეორებს. ხანდახან ახლა ჩვენ შეიძლება ესე ეკლესიური ადამიანები ასე უხეშად ამას არ ვამბობთ. მაგრამ ხანდახან არის ხოლმე, რომ ცხოვრებაში დაგვიდგება მომენტი, რომ წავიდე მე დღეს ეკლესიაში თუ 2 კაპიკით მეტი ვიშოვო. და ადამიანი სამწუხარო გადაწყვეტილებას იღებს, რომ 2 კაპიკით მეტი იშოვოს. ვებით, ან დავიცვა თუ არა ღვთის ესა თუ ის მცნება და რაღაცაზე უარი თქვა მატერიალურზე ამის გამო. აი ხშირად ადამიანს სავალალო ისევ გადაწყვეტილებას ვიღებთ ხოლმე და აი შევტორტმანდებით იმის რწმენაში, რომ უფალს შეუძლია. რომ ამ დგომა თუ მის მცნებას დავიცავთ, თუ მასთან ვიქნებით, როგორც ეს ადამიანები იყვნენ,
შეუძლია რომ ამ მდგომარეობიდანაც გამოგვიყვანოს. აი ამაში ძალიან ხშირად ეჭვი გვეპარება. და სწორედ ამიტომაც უშვებთ ხოლმე უამრავ შეცდომას. თუმცა კიდევ ერთი ძალიან სამწუხარო მდგომარეობა ადამიანისა. კონკრეტულად ამ მონაკვეთში სახარებისა დღეს არ მოგვისმენია, მაგრამ ფიქრობ გაგახსენდებათ. გახსოვთ ხომ ერთ-ერთ სხვა სახარებაში ასეთი სასწაულის შემდგომ მერე როდესაც მისდევენ ერი მაცხოვარს მეორე დღეს ეძებენ და ნავებით მიადგებიან ნაპირს იქ სადაც უფალი არის და მივლენ და უნდათ რომ შეიპყრონ და გაამეფონ და თაყვანის წინ. და იქ ეუბნება მაცხოვარი და ამ ხელს ხოლმე ძალიან ხშირად აი ჩვენ მეორე ნაკურლევანებას რომელიც სამწუხაროდ გაგვაჩნია. ეუბნება მაცხოვარი რას რომ თქვენ მეძებთ მე არა იმიტომ რომ მიხილეთ სასწაული, არამედ იმიტომ რომ ჭამეთ პურის ამისგან და განძახით. ახეთ ეს მეორე სავალალო მდგომარეობა, ერთი ურწმუნოება, ერთი უნდობლობა ღმერთზე, რომ მას შეუძლია გამოგზარდოს ჩვენ და რაც საჭიროა ჩვენთვის ყველაფერი მოგცეს. და მეორე, შეიძლება ეს ვიგრძნოთ, მაგრამ აი ეს ყველაფერი ჩვენთვის იყოს არა ამამაღლებელი ზეცად, უფრო მეტისკენ გასახედად, ესე ვთქვათ, ხო? აი თუ დააკვირდებით მაცხოვარი ყველას, როდესაც ესაუბრება სახარებაში ცდილობს დაბლიდან ზემოთ აიყვანოს. აი იმ შემთხვევაში, ამ პურით დაპურების შემთხვევაში ნახეთ, აი ჩანს ეს მხარე, მანკიერი მხარე ადამიანისა, რომ მისი თვალი ისევ მიწას ეჯაჭვება. ანუ უფალი მას ჭირდება იმისათვის, რომ გაძღეს. ეს მეორე უბედურებაა, ნახეთ. პირველი გავიმეორებ, რომ ადამიანი იყოს დარწმუნებული, რომ მე რაც მჭირდება, ღმერთი მომცემს, მე მთავარია მისი მცნებები დავისვა და პატიოსნად ვიშრომო ჩემ ცხოვრებაში, რაც შემიძლია ის გავაკეთო, რაც ჩემთვის აუცილებელი, ამას ღმერთი აუცილებლად მომცემს. მაგრამ შეიძლება ეშმაკმა კაცი აქაც დაიჭიროს და უფალი მხოლოდ ამისთვის გამოაყენებინოს. ეს მეორე ტრაგედიაა. შეიძლება ადამიანი ფიქრობს, ღმერთი მე საჭმელს მომცემს და ამიტომ მე ღმერთთან უნდა ვიყო, იმიტომ რომ საჭმელი მაძლევს. ეს თუ იფიქრა ადამიანმა, ეს კიდევ უფრო დიდი ტრაგედია შეიძლება იყოს. რატომ? იმიტომ რომ ღმერთს მიწაზე აჯაჭვებს. ღმერთს ხდის მისი მუცლის მსახურად. და ეს რატო არის შეურაცხყოფა ღვთისა? იმიტომ რომ უფალი ზეციდან გარდა მოვიდა იმისათვის, რომ იქით 60-დან განდევნილი ადამიანი ზეცად აიყვანოს. ამისთვის მოითმინა ის ყველა, ამისთვის დაინდაბლა თავი, ამისთვის მიიღო ადამიანის ბუნება, ამისთვის მიიღო ჯვარზე სიკვდილი, რომ ადამიანი მოწყვიტოს მუცელს, მიწას და აახედოს ზეცაში, სადაც რისთვისაც ის შეიქმნა. და თუ ადამიანი ამაზე უარს ამბობს და მას უფალი ისე უნდა გამოიყენოს თავისი სტომაქისთვის, მიწისთვის, სიამოვნებისთვის, აქ მიწაზე, ბედნიერებისთვის. ამით ეს ადამიანი უფალ შეურაცხყოფას აყენებს და მის მსხვერპლს, რომელიც მან გაიღო, ამას შეურაცხყოფას აყენებს. ამიტომ თითოეული ჩვენთაგანი ალბათ უნდა ფიქრობდეს სწორედ ამაზე. პირველი, მჯერა თუ არა, რომ უფალი ჩემზე ზრუნავს, უყვარვარ და ყოველთვის დამიცავს და მომცემს იმას, რაც მე მჭირდება და მეორე, მხოლოდ ამ ყველაფრისთვის ხომ არ მჭირდება მე უფალი. აი ეს ორი რამ ადამიანმა უნდა ძალიან სკრუპულოზულად გამოიძიოს საკუთარ თავში. იმიტომ რომ გინდ ერთი, გინდ მეორე თუ აკლია ადამიანს, ის ქრისტიანი ვერ იქნება. უბრალოდ არ გამოუვა, იმიტომ რომ ის ბაზისი არ ეკნება, რა ბაზისზეც ქრისტიანობა უნდა დაშენდეს. ესეთი ადამიანი იქნება, აი როგორც რა შევადარო რაღაც აი მიმავალ მანქანაში რომ რაღაცა ბოთლი გიგდიან რაღაცა და ნერვებს რო გიშლის, ხანაკით მიეჯახება, ხანიკით მიეჯახება, ხანიკით გადავარდება, ხანაკით გადმოვარდება. ადამიანი, რომელსაც ეს ბაზისი არ აქვს, ქრისტიანული სწავლებისა, აი ზუსტად ეს ეკავს. და ადრე თუ გვიან აი ამ ჯახებაში აქეთ-იქით გატყდება. და დაიმსხვრევა ნაწილებად და მე ვეღარასდროს შეიძლება ვეღარ აღადგინო ისევ თუ ღმერთი არ ჩაერია და ისევ ღმერთმა თუ არ გაამტრია. ამიტომ კიდევ ერთხელ გავმეორდები, კარგად გავფიქრდეთ.
ჯერა თუ არა უფლის, როგორც ყოველივე შემოქმედის, ჯერა თუ არა რომ ჩვენზე ზრუნავს, ჯერა თუ არა რომ შეუძლებელს შეძლებს. კიდე ერთხელ გამეორდები, ხო? ამ ხელასასწაულია 5 პური 2 თევზი და 5000-ზე მეტი ადამიანი დაპყრდა და ნარჩენები კიდე აქეთ დარჩა. ეს ჩვენ ცხოვრებაში არაერთხელ ახსოვლებთ. უბრალოდ ჩვენ უყურადღებონი ვართ. არ ვაქცევთ ამას ყურადღებას, თორე არაერთხელ აი ესეთი რამ ჩვენ თითოეული ჩვენთაგანი ცხოვრებაში ახსოვლებული არის. მაგრამ ჩვენ ყურადღებას არ ვაქცევთ სამწუხაროდ. და მეორე, აი აქ მინდა რომ ძალიან გთხოვთ რომ ამაზე დაფიქრდეთ. არასდროს უფალი არ გამოიყენოთ მიწისთვის. იმიტომ რომ ეს არის მისი დამცირება. ადამიანი ეკლესიაში რომ მოდის, მხოლოდ ზეცისთვის უნდა მოდიოდეს, მეტი არაფრისთვის. და მზად უნდა იყოს, რომ ამ ზეცის მოსაპოვებლად ჯოჯოხეთიც კი გამოიაროს მიწას. ყველაფრისთვის მზად უნდა იყოს. აი როგორც ადრეც ხშირად გეუბნებით ხოლმე, ხო? შესანიშნავი მაგალითი არის ებრაელი ერის გამოყვანა ეგვიპტიდან. ეს პირდაპირი მაგალითი არის ბიბლიაში ჩვენთვის მოყვანილი, ხო? ეგვიპტე როგორც სოდვის სიმბოლო, გამოყავს იქიდან რჩეული ერი ღმერთს 40 წლის განმავლობაში უდაბნოში დადიან, უამრავ განსაცდელს ითმენენ, ძალიან ბევრ შეცდომას უშვებენ, უამრავ შეცდომას უშვებენ, ფეხზე წამოდგებიან, მერე ისევ შეცდომას უშვებენ, მაგრამ ამ გზაზე უფალი უძღვით მათ, არც განსაცდელი აკლიათ, მაგრამ არც მზრუნველობა აკლიათ ღვთისგან. ეგან თქვი, გავმეორდები, ხო? ხორცს წვიმასავით ესე აყრიდა ზემოდან, ზეციდან, მანანას ზემოდან უგზავნიდა ზეციდან, დღისით ცეცხლოვანი, დღისით ღრუბელი მიუძღოდა და აგრილობდა, რომ აღთქმული ქვეყნისკენ წასულიყვნენ, ღამე ცეცხლოვანი სვეტი უძღოდა ებრაელ ხალხს. ეს მაგალითი არის თითოეული ჩვენთაგანისთვის. ზუსტად ასე ზრუნავს უფალი თითოეულ ჩვენთაგანს. ზუსტად ასე. გვაძლევს სარჩოს, საბადებელს და მიგვიძღვება გზაზე. ერთ-ერთში უბედურება რა არის, ჩვენ მეტი გვინდა. აი ეშმაკმა ეს მოახერხა, რომ ჩვენ მხოლოდ მანანა და მწყერი კი არ ყოფნის, კიდე რაღაცეები გვინდა. და აი აქ იწყება ადამიანის ტრაგედია. ადამიანის დევნა უკვე ამ ქვეყნიურ სიამოვნებაზე და ადამიანის დაშორება ღვთისგან. რაც გვაშოროს ღმერთმა თითოეულ ჩვენთაგანს. არამედ ვიყოთ კმაყოფილები იმით, რასაც ღმერთი გვაძლევს, იმიტომ რომ სწორედ იმდენს გვაძლევს, რამდენიც ჩვენი ცხოვრებისთვის აუცილებელია. არც მეტ და არც ნაკლებს. იმიტომ რომ იცის, ნაკლები გაგვტეხავს, მეტი გაგვიყვნის. უფალმა ეს იცის, ამიტომ ზუსტად იმდენს გვაძლევს, რამდენიც გვჭირდება. აქაც იგივე ძველ აღთქმას დაუბრუნდები და შეგახსენებთ, რომ როდესაც ამ მანანას კრიფავდნენ ხალხი, ღმერთმა გააფრთხილა, რომ იმდენი აიღეთ დღეს რო გეყოთ. ზოგი მეც კრიფავდა, ზოგი ნაკლებს კრიფავდა. მერე ვინც ძალიან მეც იმას უფუჭდებოდა, მაგრამ თავარი რა არის, იცით რა ხდებოდა ხოლმე. მეც შეკრიბავდნენ, ნაკლებს შეკრიბავდნენ, სახლში მივიდოდნენ, ორივეს ერთნაირად ჰქონდა. ერთი მეც მოაგროვებდა, მეორე ნაკლებს მოაგროვებდა, სახლში მივიდოდნენ, ერთნაირად ჰქონდა. უბრალოდ ზოგი გადაინახავდა მეორე დღისთვის და აი უყროლდებოდა თქო. მაგრამ ნახეთ უფალი როგორ ზრუნავდა, არ აგდებდა მათ. ერთნაირად გამოსდიოდათ ბოლოში. თითქოს სხვადასხვანაირად შეაგროვეს, მაგრამ ერთნაირად გამოსდიოდათ. ესე ცდილობს უფალი თითოეულ ჩვენთაგანზე იზრუნოს. ჩვენ გავდივართ, აქეთ მიდივართ, იქით მეტი გვინდა, იმას გვინდა, მაგრამ უფალი მერე განსაცდელს მოგვივლენს, რაღაცას მოგვივლენს, რომ გაგვათანასწოროს ისე. თუ მეტი მოინდომე რაღაც სადღაც დაგაგებს უფალი. თუ ამ მოთმინებით ის მეტი რომ მოინდომე ის გამოგასყიდინოს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამიტომ შევეცადოთ რომ კმაყოფილები ვიყოთ, რასაც უფალი გვიგზავნის. ვიყოთ ბედნიერები იმით, რასაც უფალი გვიგზავნის. ყავს ოჯახი, ბედნიერი იყავი რომ ოჯახი ყავს.
აირჩიე მონაზვნური გზა. ბედნიერი იყავი, რომ მონაზონი ხარ. მარტო ცხოვრობ ამ ცხოვრებაში. ბედნიერი იყავი, რომ ესე ხარ. იმიტომ რომ უფალს ესე უნდა. როცა საჭირო იქნება, გამოგიჩენს სხვა გზას. ესე უნდა, ესე გიჩენს. ესეა შენთვის საჭირო. ეს არის შენთვის ის ღრუბელიც, ის ცეცხლოვანი სვეტიც, რომელიც ებრაელებს მიუძღოდა უდაბნოში 40 წლის განმავლობაში. იმიტომ რომ სწორედ ეს 40 წელია ჩვენი ცხოვრება, ხო? ამ ჩვენ ცხოვრებას ასახავს. მიწიდან ზეცამდე. უფალს ესე უნდა, მიგიძღვება, თვითონ განახებს გზას. შენ უბრალოდ ყურადღებით იყავი, მოусმინე. არ გაფანტო შენი გონება მიწიერ საზრუნავებზე. არ გაფანტო შენი გონება და არ დაძაბო შენი გონება ეს გავაკეთო, ეს რა გავაკეთო, რა გავაკეთო. ყველამ ძალიან კარგად ვიცით რაც უნდა გავაკეთოთ. ჩვენი ცხოვრების გზა არჩეული გვაქვს, იმ ცხოვრების გზას მივყვებით. ვცდილობთ არ ვწოდოთ, ღმერთი ვაგიდოთ. ესე მარტივია ეს ყველაფერი, რაღაც სირთულეების ჩარევა აქ არ არის საჭირო. ღმერთი გიჩვენებს მერე გზას, საით უნდა გადაუხვიო, როგორ გაუხვიო, როგორ იცხოვრო, ყველაფერს გიჩვენებს. რაც გჭირდება გაძლევს. ნუ მოითხოვ მეც. ნუ ზარმაცე გოღოთ. ხო ეხლა დაახლოებით ზარმაცი კაცი იცი როგორ ადამიანს დაემსგავსებოდა, ეხლა იქ მანანას რომ უწვიმებდა ზეციდან უფალი და სახლიდან რო არ გასულიყო, ეხლა რა იყო აქ ვერ მომიტანენო? აი ზარმაცი კაცი ესეთი არის, ესეთიც არ უნდა ვიყოთ ეხლა რომ ხლად ყველაფერი უფალს გადავაბაროთ. ჩვენ საკეთებელი ჩვენ უნდა ვაკეთოთ, მაგრამ იმედი ღმერთზე უნდა დავამყაროთ. ერთმა შეგვაძლებინოს ეს უფალმა დაგლოცო და გავხდით.